დედაქალაქის მერი მიდის ვაკის პარკში, ხსნის შადრევანს, ამბობს რომ ყველაფერი კარგად არის და მეტიც ამბობს რომ იქო ადრეო ნაციონალები ფასადურად აკეთებდნენო და აიო ჩვენო რა მაგრა გავაკეთეთო. მანამდე კიდე ვიდეო ატვირთა რომ როგორ ბოლომდე ჩართულია მათ შორის ელექტროობა, განათება როგორი იქნება შადრევანში. იყო დამოკიდებულება წინა ხელისუფლების მხრიდან რომ მაგალითად რეკრეაციული სივრცეები უნდა განადგურებულიყო. ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება არის ის რომ დავიბრუნოთ ეს სივრცეები, დაუბრუნოთ ქალაქს, დაუბრუნოთ ხალხს. ეს არის მასალები, რომელიც გამოყენებული იქნება ამ შადრევანზე. და ამის შემდეგ დგება 13 ოქტომბერი და 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ესე იგი, მთელი ქრონოლოგია ხო რა არის უპასუხისმგებლობის ზეიმი. რომ ეუბნება რომ ხალხო მოდით, ყველაფერი კარგად არის, აგერ ყველაფერში მე ჩახედული ვარ ელექტროობის დონეზეც კი ვიცი, 13-ში მოზარდი გარდაიცვალა და ამის შემდეგ რა ხდება? ვიდეო რომელიც ახლა ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვაკის პარკი გახსნა და ამ შემდეგ ვიდეოსაც სოციალურ ქსელში რო იცის ხოლმე რა, ჯერ 30,000 ლერო უჯდება ერთი ლაივის ჩართვა, წაშალა ბიჭო. ვითომ არა წაშალა? შენ არ გითხარი, ანუ ხალხმა ხო თქვა რომ ბიჭო, მოდი დაგვიძახე, ყველაფერი კარგად არის და ბავშვი მოკვდა. პასუხისმგებლობა ვისია და ტიპმა ვიდეო წაშალა ბიჭო. ტიპი რადონის უნამუსოა, რადონის ფულისტია, რადონის შუბლის ზარღვია გაწყვეტილი, 13 წლის ბავშვი მოკვდა, ვიდეო წაშალო ჩემ ბრალი არ არისო.